თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სადღაც 1 თვის წინ ჩვენ გვქონდა ჩართვა ბატონი ვაჟა სულხანიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გრძელი სათაური აქვს, რომელიც დაგვპირდა რომ ამ პრობლემას, ანუ საბავშვო ბაღების პრობლემაზე, ჩვენ ვიცით რომ 15 საბავშვო ბაღია იქ და მაშინ არ იყო დაწყებული სწავლა არც ერთში, რაღაც გარკვეული ტექნიკური პრობლემები იყო ამასთან დაკავშირებით, მშობლები წუხდნენ რა თქმა უნდა და დაგვპირდა რომ უკვე სადღაც ოქტომბრის ბოლოსკენ, ნოემბრისთვის ეს პრობლემა მოგვარდებოდა. სწორედ ახლა ჩვენ როგორ რადგან პირობა მივეცით მაყურებელს რომ ჩვენ ამას მივადევნებდით თვალს, ზუსტად ამიტომაც დღეს ჩვენ ჩართვაზე გვყავს ქალბატონი ნატალია ბეგიაშვილი, რომელიც არის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დირექტორი. ქალბატონი ნატალია, თქვენ ხაზზე ბრძანდებით, გესმით ჩემი? დიახ, მესმის. გამარჯობათ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და მაინტერესებს პირველ რიგში რა მდგომარეობა არის ახლა, აღდგა თუ არა ბაღებში სწავლა? რა თქმა უნდა, აღდგა. ნოემბრიდან დავიწყეთ უკვე 8 ბაღი იყო უკვე გახსნილი და ახლა უკვე ფუნქციონირებს და ხვალიდან ხსნით დანარჩენ ბაღებს ყველას. ანუ ხვალიდან უკვე ნებისმიერ ყველა ბაღი გახსნილი იქნება და ანუ ის ყველა ხო. ანუ პრინციპში ჩავეტიეთ იმაში, იმიტომ რომ მაშინ ახლა მე მაინტერესებს, მაშინ წარმოიშვა ესეთი პრობლემა, რომ იყო რაღაცა ტენდერზე გამოტანილი, შემდეგ კომპანიებმა უარი თქვეს. რა ტიპის პრობლემა იყო? მაშინ თქვა კარგად ვერ გავიგეთ და თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ? იცით რა, ეს კიდევ ეს როგორ გითხრათ, ჩემი ტენდერი არ იყო და ამიტომ მაინდა-მაინც მე ესეთი რა არ ვიცი, ეს საქმეში არ ვარ ასე გარკვეული. მაგრამ მეორე მხრივ ტენდერი ხო იცით რა არის? თუ იმეს როდის მე ეს ტენდერთან ქონია საქმე, ცოტა რთული საქმეა და იქ კანონს უნდა მიყვე, ვერაფრით ვერ გადაუყვე ვერაფრით. ხო, უბრალოდ საქმეც მაგაში იყო, რომ კანონი ძალიან ზუსტად განსაზღვრავდა ვადებს და ამის გამო ბავშვებმა ძალიან დააგვიანეს და ალბათ მოხდა რაღაცა ხარვესი იქ ისე რომ ესეა. იცით ცოტა გამიკვირდა ახლა რა თქმა უნდა არავითარი საფუძველი არ მაქვს ეჭვი შევიტანოთ თქვენს ნათქვამში სრულიად უბრალოდ დაგვირეკეს ჩვენ ადგილობრივმა მოსახლეობამ და გითხრეს რომ არ იყო ჯერ კიდე გახსნილი შესაძლებელია მათ არ აქვთ ინფორმაცია რომ ხვალ ყველა გაიხსნება და ამაში იყო პრობლემა იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა განცდა რომ შესაძლებელია მაგრამ ჩვენ ყველა ბაღს ახსნით აბსოლუტურად სულ ყველას ხვალიდან ანუ კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მოსახლეობას ეგ რამდენი ბაღი არის გახსნილი და რამდენი გაიხსნება ხვალ 8 ბაღი არის გახსნილი და შესაბამისად კიდევ 7 გაიხსნება. ანუ ხვალ უკვე დასრულდება ეს პროცესი. 8 ბაღი უკვე ნოემბრის დასაწყისიდან არის გახსნილი. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნო არის. ძალიან სასიამოვნო არის, რომ ესე იგი პრინციპში რასაც დაგვირდა ადგილობრივი მმართველობა ეს გაკეთდა და უკვე აღარ აქვს საფუძველი ადგილობრივ მოსახლეობას რომ იღელოს. ჩვენ თქვენის ნებართვით კიდევ ერთხელ დაგიკავშირდებით, ცოტა უფრო მოგვიანებით და ნახავ რამდენად წარმატებით წავა, ასე ვთქვათ, თქვენი საქმიანობა. დიდი მადლობა ჩართვისათვის და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისათვის და ძალიან სასიამოვნო, როდესაც ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ ხოლმე საზოგადოებას, იმიტომ რომ როცა ვპირდებით რაღაცას, შემდეგ აუცილებლად გადავამოწმოთ ხოლმე და ძალიან სასიამოვნო, რომ ეს ამოიწურა, ასე ვთქვათ, ეს პრობლემა, რაც იყო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩართვისათვის. მე შეგახსენებთ, რომ ნინო ბექაური დაგვეხმარა ამ სიუჟეტის მომზადებაში, სიუჟეტი კი არა, ინფორმაციის მოწოდებაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.